აი სად არის ეს გოგო ამდეხას, ჰა? ხო შეიძლება რომ თავის დროზე არა და არ დააგვიანოს. ეხლა ეგ სანამ აქ მოვა, დათვები დაიძინებენ და მე ელოდე იმათ გაზაფხულამდე როდის მოვა. მოხვედი ქალბატონო? აუ ბოდიში. რა რამდენი ხანი გო? დიდხანს galodine. აბა რა ქენი ამდენი ხანია გელოდები, რა ხდება? აუ ჩემ ქმარს ეძინა და აი ესენი რო ამეღო, თელ სახლში დავდიოდი თითის წვერებზე. თორე რო გაიგო რომ სანადიროდ მოვდიოდი გაგიჟდებოდა. ვიცი, შენ თითის წვერებზე? ხო. და შენი ქმარი შენ რა გაშინებს? ნუ ახლა. და ის რამხელა? შენი ქმარი? ჩემი ქმარი. ო. ნუ, აი. აუ მოიცა რა ერთი შენი ჭირიმე რა. კაცებს რატო გონიათ საერთოდ რომ ქალებმა ნადირობა არ ვიცით, აი ძალიან ნერვები მეშლება ეხლა რა. საერთოდ იცი რა არის ჩვენი ბრალის არის ეს ყველაფერი რა. და ეგ ტენდენცია როდიდან დაიწყო, იცი? აი კაცები რომ მამონზე წავიდნენ სანადიროდ და ქალები რომ კენკრას კრებდნენ. აი მაქედან. აუ მართალია. ჩვენ კენკრა და იმათ. აბა რა, შენ მამონტი პირიქი და ისინი კენკრა თუ კარგია. აუ კი. აბა რა, მამონტი მეგრე მიაწექი, აბა რა. მოიცა შენ ახლა ესე გაცვია? ხო, რა ვიცი. ესე მოხვედი სანადიროდ? ხო. და გონია რომ მონადირე ხარ? არ ვარ? არა? და იარაღი სად გაქვს კი მაგრამ? იარაღი. აი მოიცა ახლა ერთი წუთით გეხვეწები მამონტ. აი ახლა უცებ რო გადმოხტეს დათვი. რა უნდა ქნა? რა უნდა ქნა და აი ამას მივასხამ თვალებში, აიწובה და გავგუდავ. მაგრა გაგუდავ ძაა. აუ ისე რა ვიცი, სათევზაოდ ხო არ წავსულიყავით? აუ არა გეხვეწები რა, ერთხელ ვიყავი სათევზაოდ ბასეინზე და იმის მერე აკვაპარკში აღარ მიშვებენ. კაი რა გთხოვ გეხვეწები. კაი ნუ მოკლედ რა ვქნათ ახლა? თუ რამეა და დათვი გადმოხტა, შენ სპრეით შეაშინებ და მე ამას ნადირის დავხვდები ესე თოფით, კარგი? მოიცა. შენ ხო ვეგეტარიანელი ხარ? ხო, მაგრამ ნადირობასთან რა შუაშია? თავარი არ ჭამო. კაი. მომისმინე ახლა ეს თოფის ამბავი გავარკვიათ, ხო, კარგი, მაგრამ ძაღლი რატო არ წამოიყვანე? ჩემი არ არის მონადირე. კაი რა, მე რა სამაგიერო ძალიან სასაცილო ძაღლია რაღაცნაირი, თავისთვის ირბენდა აქ, ნადირს მოიზიდავდა და მე აქედან როგორია? აი მე, გოგოებო, ძლივს მოგაგებით, გამარჯობა. აუ, გოგო, რა ვარ გავიგე, იცი? აი ეს გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი რო იყო, კი ვიცოდი, მაგრამ ეს ნადირობის სეზონის თუ არსებობდა, ნახდათ არ მეგონა. ძალიან გამიხარდა. აუ, მოიცა ერთ წუთით ახლა რა. აი ეს ვინ არის, ახლა ამიხსენი. ამაზე გიწახი? ხო. ეს თათკაა, ჩემი დაქალი. რო გაიგო, რომ სანადიროდ მოვდიოდი, მეც მინდაო და უარს ხო არ ვეტყოდი. სასიამოვნოა. ერთი წუთით რა. და აი ეს რა აცვია ამიხსნი, ეს ფეხზე და აი ეს რა შუაშია ნადირობასთან. აუ, ისე ხო. შენ საერთოდ ნადირობის აზზე ხარ? აუ, ვინ ვისეუბნება ღმერთო? რატო და რა არის? ხო გითხარი, ტყეში მივდივარ, თქო ეს ქუსლები რა უბედურება, ანესკაბა. უნიფორმა ვერ ჩაიცვი? აუ, გოგო, კი ჩავიცვი, მაგრამ არ მოუხდა ამ ქუსლიანებს და რა მექნა. თან პროსტა უყურეთ, ეს თოფი ხა არ აკდება ამ კაბას? აუ, თოფი რა ასამბობ, შენც ახლა დათვი არ მოკლა ამ ფორმაში რა. პროსტა შენ იცი მე რა მიზანი მაქვს? ოხ განახებთ რა მიზანიც მაქვს. მოიცა. ორივე თვალი ღია გაქვს და როგორ უმიზნებ? აუ გოგო, წამწამების დაგრძელება მაქვს ახალი გაკეთებული. აი ესე ვერ უშვებეი რომ ხუჭავ, მე მძრება რაღაცნაირად. აუ წამწამ მოიცა ერთი წუთი რა, შენი ჭირიმე ჩაწიე ეს რა. აი ახლა დათვი რო გადმოხტეს არ შეგეშინდება შენ? აუ მოიცა რა, დილაობით ჩემი დედამთილი ლალი რო გამოდის ხოლმე ღრიალი თაბაზანიდან იმის არ მეშინია და ეხლა დათვი შემაშინე. შენ მაინც ხო იცი უთხარი. აუ ერთი წუთი. ტელეფონი რეკოს. ვაიმე ჩემი ქმარია. ერთი წუთი. ხო სიხარულო. უნიფორმას ეძებ? მარი რომელი? სანადიროდ მიდიხართ ბიჭები? კარგი, მიდი შენ კარადაში მოძებნე და თუ არ იქნება დამირეკე. კარგი. შენი ქმარი იყო? აუ გიგაცმოდი? აუ რა მოდის გოგო, სანადიროდ მივდივარო და ამას ეძებს, ეხა რა ვქნა? მოიცა შენი ქმარი იყო? ხო. რომელი? ის? ხო, გიგი. ხო. და რა უნდა სანადიროდ მიდის ეგეც? ხო, არა და გუშინ არაფერი არ უხსენებია და რა გავაკეთე? და შენი უნიფორმა უნდა? ხო. კაი. მომეცი ერთი შენი ქმრის ტელეფონის ნომერი.
მოგცე, მაგრამ შენ ხო არ იცნობ გიგის. რა მნიშვნელობა აქვს? მაგაშია საქმე ზუსტად. გიგუშა ხო? გიგუშა. კაი, გააგზავნეთ. აუ რა ვქნათ? ალო? გოგო. გიგუშები? იცი, აი ხო გინახავს დიდ თევს რო დაიჭერენ ხოლმე და მერე რო უშვებენ. მინახავს კი. ხო და აი ჩვენ რასაც მოვკლავთ, გაუშვათ. ოღონდ ჯერ ფოტო გადაუღოთ და დავჩეკინდეთ. ხო იცი ეს ადგილი როგორც არის? მაპოვნინე რა გეხოცები. მაგაზე კი არ გეკითხები. გიგიმ რო გაიგოს რა ვქნა? დამშვიდი, ყველაფერი მოგვარებულია. აუ რა დამშვიდე ისევ რეკავს. გააჩნია რაზე? ხო გიგ. იპოვნე? სანადიროდ მიდიხართ და სახლში არ მოხვალ? კარგი? რა ქენი? ნახე რა ჩაუგდე? აუ, გიგუშას? ვიდზეა, ვინ არის? არ ვიცი, ვიღაც ბრაზილიელი მოდელი 6 ფოტო დავსკრინე და გადაუგზავნე ეგრევე. მოიცა. ანუ, ჩემი ქმარი, ბრაზილიელი მოდელები გზელი ფეხებით? და სახლში არ მოვალო მთელი ღამე? შეიძლება ორიც. აუ დროზე თოფი მომეცა. სად? თოფი მეთქი.